ინგა ეკლერი მოგეტანა ჩემი გაკეთებული. დედა შენ ვინ ხარ მოკლედ რა ასეთ გემრიელობებს რო აკეთებს უნდა გაგვასუქო გოგო. აქეთ გამოუშვით რა ეკლერი თუ შეიძლება და ეს ახალი ამბები გამოვთით რა ტელევიზორში. არა კაცო დაიცადე ვუსმენ ერთი ევროკავშირზეა ლაპარაკი. ეს ცხარე რეკომენდაცია ხომ მოგცეს კორუფციას ებრძოლეთო და პოლიტიკურ პოლარიზაციასო და მაგის თქმაც უნდა გჭირდებოდეს ჩვენ ევროკავშირისგან ისედაც უნდა ვაკეთებდეთ მაგას. ჯე მასალებმა მეცხედავალება მომცადეთ ეგებზე გააკეთეთო. მაგრამ გავიკეთებია ჩვენ. მართლა კი არა მოგაწყუე. ისე რა მაგარ რაღაცას მივახციეთ ქართველმა ხალხმა. მერე გამოვლენ ზოგიერთი და ეტყვიან ჩვენი დამსახურება. წარბს არ შეიტყვიან. წარბს არ შეიხრიან არის ეგ, ხო? დედა გახსოვთ გოგო ჩვენს დავდივდით აქციებზე? ვაი, მე ნამდვილად რო ღირდა რა. რო შევალთ იმ ევროკავშირში, ხო, უკეთესი პირობები ექნება ხალხს და უკეთესი განათლება ბავშვებს, ეკონომიკა და რა ვიცი კიდე 1000 რაღაცა. კი, ნამდვილად იგდია. 5 ლარი ჩამედიცხა. 5 ლარი ჩამედიცხა თქვენ თავს პიცა ვარ. მზიებებო წამოწოლილი ვარ და ნუაღრიალებს ტელევიზორსო. მე მგონი ასე მითხრა, რა ვიცი, კვილები არ უდევს პირში და ვერ გავიქე კარგად. იმე დავუწერ ხო, აღარ მესმის არაფერი. ხო, რეფორმები, ხო? ისე კარგი ცხოვრება თუ გინდა, საჭიროა კაცო ეს რეფორმები. ისევ ქართველებისთვის არ არის კარგი. გადი მე რინგა რუსთაველს და მოითხოვე ეგ რეფორმები. და კიდე რამე საკონდიტრო რო გაიხსნა ჩვენ კორპუსთან. სტატუსი რომ მიიღე, კი არ უნდა მოდუნდე. ახლა იწყება მთავარი და ახლა უნდა ვდგე და მივიყვანო საქმე ბოლომდე. ანასტასია, შენ იყავა და გავიწყდა დალევა. ვა, რა გითილები ხარ დღეს ყველა? მიყვარხართ გულეები? აუ, ვიღაც ჩამისახლდა მე მგონი. ინგა სათვალო კამერა დავითრიე, შენ რომ თხოვე, კამერა ლამპი. დედა რა კაია გოგო ძვირფასი. მაგრამ სადავაყენო ახლა ეს ამას ვფიქრობ. ამას სადაც გინდა იქ დაამონტაჟებ, გაერთად შეგეძლია და შეგნითაც. დღის ხედვა ხო აქ და ღამის ხედვა კიდე მაღალი ხარისხის. კაი, ნუ ყვირი ხარ, ყველას ნუ გააგებინე ახლა. დავაყენებ აქ ოთახში და იყოს. მიდი ახლა მომეხმარე, ჰე. ამის დაყენება ძალიან მარტივია, ნატურასავით არის. მიდი იმსენაც დაუმაგრე ნატურის მაგივრად, მაინც არ თავხულმე. აჰა, რა წერია ხედა? ესე იგი smartphone-თან დააკავშირებ მაგას და აკონტროლებ ყველაფერს 360 გრადუსით, ხო? კადრების გადახვევა შესაძლებელია და ხმასაც იწერს თურმე, რასაც აილაპარაკებ ოთახში გავიგებთ. აჰა, მზად არის დავაკავშირე ტელეფონი. სიტყვა არ თქვა არავისთან იცოდი, არც მზებებოს არ უთხრა და არც ომარიკოს. ინგა ამბანოში ლამპუჩა გადაინწო, შენო საბანაოდ ჩემდიმა, რა გავაკეთო? ინგა! ესე კასეშენი სახშიანალე რა. ოია გელამ სამაცაკ, ლამპუჩკა და მოხსნე. მე დაუცნაურები გამოუგონები. დედა რამდენი რაღაცა ვიყიდეთ ანასტასია 50 ლარში, დაიმახსოვრე ეგ მეორადები იცოდე, ხო? აუ, იმინა ჩამწყდა ხელები. აუ, მოდი ვიდეო კამერით ჩანაწელები ვნახოთ, არ გაინტერესებს? რა ხდებოდა სახში ნეტა? და ჯექმით და მე ჩავთავ. აჩვენე ერთი. რა, გოგო ეს? ზიებებს ბანაობის კადრებია. აუ, ვიხევი. შენ უნდა მოკლავაშ ბატონო. ამოვიდა გუშინ ეზოდან ოფლიანი და დღეს უკვე ახველებს. არ მახველებს. ცოტა იქით მოკალი, რამე და თეკლა კინოს უყურებთ. არა უშო, და ჩემი სულ ეჩხუბება ხოლმე ჩემ პატარადას. არ არის საჩხუბარი? როგორ გავაფრთხილე, არ იბინა მეთქი გუშინ დაოფლიანდები თქო და არა, ირბინა ბიჭმა. არ მირბენ. უყურე და. ეხლა უყურე, იწვერებიანი კაცი ამ ბიჭს საჭირს ბარგალკით ფეხს. აუ, რა სისხლიან კინოს მაყურებინებ. აუ, კიჩუპი ხო არა, გზაუტეს ხდება ძალიან. ვაი, მე კი უნდა მქონდეს მაცივრის კარებში, მოგიტანთ ეხლავე. ამარიკო ეს ძალიან მეთქი და მაცივარში შეგიდგამშე, მოვიდე ეხლა მანდ. აუ, სათავიმალო. შენ ოთახში, საწოლსა მოაცალი მატრაცა და შიგნით ჩაძვერი ვერ გიპოვის. აი თეკლა კეჩუპი შვილო. საწავიდა ეს ვაჟ ბატონი. საწოლში ჩამძრა ლინგადეი და მატრაცის ქვეშ. ნახე კეჩუპი როგორ მოუხდეს. აქ უნდა ჩამძრალიყავი ბიჭო. ამოდი ხლა დროზე. არ ჩამძრალი. მოდი გამოვხდეთ ვაფშე ის კინო. ძალიან მაგარი დრამა იქნება ახლა ჩვენ ოჯახში. თუ შენი თამაში ვერ დავხურე, დრაკონმა მომკლა. ერთხელ დაიყვინებ კიდე ეგრეთ და გისწრი პანჯრიდან. მიგაყოლებ მაგ ტელეფონსაც. ეს ტელეფონს რას ვერჩი? გისწრი პანჯრიდან. ამბავს უკვე ნევროზი უყალიბდება ტელეფონისგან. ამბობს მეორე ნევროზიანი. როგორ დაემგვანეთ ერთმანეთს რა.
ხოდა მაგას ვამბობ, ნევროზიანი ჩემი თავი მიზარება. შვილები კიდე ერთმანეთს კი და მშობელს ემსგავსებიან. მე ვარ გოგო ნევროზიანი, ჭკუიდან არ გადამიყვანო ეხლა. არა ძე, შენ არ გაქვს. აბა რა ვაკეთო ტელეფონის გარდა, გარეთაც ცივადა. არა რაღაცაზე უნდა გატარო მარიკო რა. ცეკვაზე ხوار შევიყვანო. რა ცეკვაზე მინა ამას არაგდე თან მოუქნელია. წეღან წყალი მოქონდა ჩემოდახში წაიქცა და ჩიქა არ გატყდა. მიიყვანე ცეკვაზე კი? არა, რა თუნდა ახლა ისე მიყვარა მე ვერ ვასწავლე. 2 წელი დავდიოდი ბავშვობაში სტუდიაში ნაირა ჯეირანოვთან. ომალიკო ჩაგითავე ხა მე შენ ტელევიზორში ცეკვას და დაიზეპირე კარგად ილეთები. ვისწავლე ცეკვა, მიდი ჩართე მუსიკა. ვაიმე, ეხლავე ომარიკო დაიცადე, აბა წავიდა. რა არის ომარიკო, რა ილეთებია ეს? ვაიმე. სამაია უსწავლია. ვაიმე და აღარ მინდა ეს საახალწლო საჭმელები რა, წაიღეთ არ ვიცი. ინგა, გოგო აი ეს მოგიტანე ჩუჩმაჩე, ჩემი გაკეცებული. ვაიმე რამე კუჭმაჭებალია გოგო იმდენი რაღაცა მომრჩა მეც დანახვა აღარ მინდა სუფრის რა. მინდა რომ ყველაფერი დავივიწყო რაც ამ დღეებში ვჭამე და ცხოვრება თავიდან დავიწყო. მე გიგო მსხვერი მომაწოდიება. დედა ბავშვებმა რო ასე მეთქებელი ამოგიგდეს აივანზე შეგეშინდათ? კიო მარიკო მე მეგონა კორპუსზე დაინგრა მეთქი. შენ საიდან იცი რომ ამომიგდეს? მეც იქ ვიყავი ეზოში, მაგრამ მე ვეუბნეოდი რომ არა უგდოთ მეთქი. რა ხდება რამაზე ხომ მშვიდობაა? ჩვენთან კი მშვიდობაა, მაგრამ რაზმაძეები გაუქურდავთ, წაუღიათ ყველაფერი. დედა, გაიგეთ ხო, რაზმაძეები გაუქურდავთ. მე ჯერ კიდე როდეს ვამბობდი რომ პაროლიანი კარები დავაყენოთ მეთქი, მაგრამ არ დამიჯერეთ. რასამ გოგო ჩემი შვილი პაროლის დამახსოვრებელია. დაბადების დღე რო აქ ხომე და 1 წელი მოემატება, 3 თვე კიდე ძველად საქმეს პასუხობს ხომე რო ეკითხებენ ამდენი წლის ხარო. კაი ერთი რა. ნიტა რა მოპარის რაზმაძიებს. შეიძლება თვითონ ის ქალი მოიპარეს ოჯახიდან სული. ზედ რო უკეთია ხომე ყველაფერი საყურეები, ყელსაბამები და ბიჭდები. მაგიტო დავარქვით მე მაგალს მედალია ფარაონა. ოქროებით რო ჩამოდისვენ მაღაზიაში რომ ზეთი იყიდოს რაღაცა 70,000 ბაზდაკლებით. ვინმე და ჩემთან შემოსული იყვნენ ქურდები. გაბატანდი ამ საჭმელებსო. დედა მოდი ჩამოგვიჯექი რა. ნაზიკო და მე ვიხსენებთ ძველ ამბებს. მოდი რა მზიადეი და ვაიმე როგორ მომენატრე. სულ რო იჩხუბებოდი ხოლმე ამას. მაგრამ ის უბედური ახალი წელი მე არ თამავიწყდება. შენ იქმნის ვაჟკაცობა. როგორ მინდოდა რომ აქ ყოფილიყავი გამეგლიჭა. დოდო რა ვახარ, დოდო. ბედნიერი 2014 წელი ჩემოკარგო. ვაიმე ინგა ჩემოკარგო, მეც გილოცავ მრავალთა ეს წარი, მაგრამ საიდან მოდიხარ გოგო, მე შენ თითქოს სახლში მგონი ხარ და ეხლა დაგინახე რაღაცა 15 წუთის წინ შენ ქმართან და დადიოდი სახლში. დილიდან გასული ვარ კაცო სამსახურში, ეხლა ავდივარ სახლში და რაღაცას უფრას მაინც გავაწყობ რა. გოგო მითხარი ეხლა შენ მამუკა ომუშევარია კიდე? ჩემი ბიჭი მოეწყო აგერ ფუნიკული ორში და იქნება ვაკითხი რომ რაღაცა ვაკანსია იყოს. აი მე რა ვიცი გოგო მაგაზე როგორ შეგაწუხო. გოგო კითხვას რაღა უდგას წინ. მიდი აირბინე სახლში ჩემოკარგო მრავალს და ეს წარით. კაი. მამუკა მოვედი მოდი გამომართვი ეს პარკები რა. მამუკა ურე დაყრუდა რა. ოხჩი. მირა ვიციათ საათზე მოვალო სახლში და 4-ია ჯირა. საათ ხარ ბიჭო? რა ხდება აქ? გამარჯობა. მე მეგობარი ვარ. ჯერ კაბა ჩამოიწე და მე მელაპარაკე. მამუკა მიხსენი რა ხდება აქ? ინკასატორია რა, გაყვანილობებს ამოწმებდა რა. რას მელაპარაკები ბიჭო? ინკასატორები ბადეკალკუტკები დადიან კარდა, კარ. შეხედე ჯერ როგორ აცვია. აბა ეხლა ადექი დაუგდე ჩემი სახლიდან. კაი რა გჭირს სტუმარს როგორ აგდებ სახლიდან თუ? სტუმარს კი არა, შენს გაგდებ სახლიდან. ახლა მეწაბზანდები და უკან მოსულს აღარ გნახავ არასოდეს. რა სახლიდან მაგდებ? ბავშვებს უმამოტოვი? კაცად შენ არ მარგიხარ და ვის რა თქმა მაგნერი მამა გამაგებინე. თვეების ომარიკო გჯობია შენ ვაჟკაცობაში. იმას ერთი უთხარი და პაპერში აღარ უქნია იმის მერე. ხელი გაწიე ეხლა, თორე ავიღებ ისო დაგაჭედე სადაც საჭიროა. მიყევი ინკასატორს. დეგენერატი. უი ანასტასია დე. დავჭით მარტო. კარგით ხო აღარ გვინდა ეხლა ეს ამბავი რა. ახალ წელს გილოცავთ კაცო, ბედნიერი წელი გქონდეს.
ტუალეტი რომელმა დატოვა ჩამორეცხავე. კანალიზაციის სუნი დგას უცაცივისა ვერ გავანსხავე რა. მე მაგსაცივს არ შევჭამ. კანალიზაციის სუნისგან თუ ვერ გაარჩიეთ. დედა რა დროს კანალიზაცია? ხალხო მოვიდა ახალი წელი რა გჭირთ? მოიტანე ეგენის სუფრაზე რა. ასაფეთქებლები როდეც უნდა ვისროლოთ? არანაირ ასაფეთქებელს არ ვისვრით. ცხოველები არიან გარეთ და ეშინიათ. თან შენ მეკვე უნდა იყო კაცო, გახვალ 12-ზე გარეთ და შემოყრი კამპეტებს სახლში. აუ მე მეზარება არ მინდა კამპეტების შემოყრა. თან მაშინ დელივით ისევ მეჩხუბები. რაზე გეჩხუბე მე ეგეც თქვი. სახლში შემოყარებდი კამპეტები და გადაყარე შენ სადარბაზოში მოარიალა რა. წამოკრიფეს მე მეზობლებმა იძვირფასი ყარაყუმის კამპეტები. იმ გამკეთებისალათში ლობიოს მარცვლები რატო ყრია? რატო ყრია? ლობიანი ხო გავაკეთე. მომრჩა მე მოხარშული ლობიოს მარცვლები და ხო არ გადავყრედი კაცო. მოვაყარე ლამაზად სალატზე. აბა აწეზე ხაჭუქები ჰაერში. ბალოსილი იყოს ეს ოჯახი ეს მიწაწყალი ჩემი სამშობლო ქართველი ხალხი. მრავალჟამე ხაროთ ამ მიწაწყალზე ქართველებს. მრავალჟამეა. აუ ბებუშინერი თაობა რომ მოდის წმუნდები რო არ გადავშენდებით. Cheers. გაგვიმარჯოს ყველას. აუ დირას ხიამჭიქაში. შინდისწვენია ეგ. არა ბიჭო ხინოს დაგალევინებდი ახლა ამ სიგეთის დროს რა რომ მომეწამლო. სამაგირო თუ კი სრულწლოვანი შვილი დალევს დამოუკიდებლად ამაღამ. კინგა ხომ მომცემლებას. მეკვლე მოგვივიდა ალბათ. დედა ნაზიკო, ჩამოხვედი გოგო. აბა როგორ ახარ, თამო, როგორ არის ჩვენი თონე გოგო? ხო ამუშაობა. არი გოგო, არ არის, გავწყდი წელში. ახალ წლებზე ნახე ეხლა შენ არის გირო დაგიდგება. მე მერისთვის ვარ გოგო, აქ ჩამოვალ და მოგეხმარები ამ დღეებში. თან საახალწლო რიგებში ყველაზე კარგ ჭორებს ვიგებთ ხოლმე მთელი უბანი რო ჩამოვდის. ჩამოჯექი მან და მიდი, სანამ ამოვა ეს ცომი, ყავას მოვასწრებთ. სადმე მიდიხარ? რა ვიცი, მეთქი საჩუქრების მაღაზიაში გავივლით ხო. ნახილობაში ხო ვარ დაბადებული კლარა შვილიშვილის და კლარაშ გოგოს ორსულობის ამბავი ხო აქ გავიგეთ მაშინ საახალწლო პურის რიგში. შარშან. უი გოგო, მაგათ კი უწევთ უკვე ნათლობა. ინგა საახალწლო აქციაზე არ მოვიფიქროთ რამე? აი მე მაღაზე ვფიქრობდი თამო წუხელის და რო ვიანგარიშე, მოდი 8+1 გავაკეთოთ, ჰა? თორე წავალთ ზარალზე, ყოველ მეორე და მესამე პურსზე თუ ერთი უფასო პური ვაძლია ხალხს. ოჰ, ლალი, რა ვახარ, ლალი? სად დაიკარგე, გოგო? ზდრასტი გოგოებო, რა ვიცი, დავრბი ვარ საქმეებზე, თონეს ხსნით, ხო იცით, ახალი წლების მერე, ხო აგერ გვერდზე გარაჟს აქირავებენ თხელაძეები და უნდა ვიქირაო. თონეს ხსნით ესე იგი, ხო. წარმატებები ჩემო კარგო, აბა თქვენ იცით, კარგად. და სანამ გახსნა თორეს გაეყოლებინა ერთი-ორი პური ხო შეიძლებოდა. არა ერთი კრიჟანი რო იტყვიან, რომ შევა უკან იღურებაო რა. ჩემებთანაც ჩავალ გურში, მარას ვიზავ. შეხედე კიდე ლალი მოდის. რა ხდება ლალი გოგო, რა შეწუხებული სახე გაქვს? გასაკლეჯათ მინდა ეს თხელაძეები რა. ვეღარ მოგაქირავებ გარაჟში, ქირავა უკვე კარგ ფასად დღეს ვიღაცამ და გასწრო. დედა რას ამბობ გოგო? კაი შენ მაღაზი არ იჯავრო კაცო, ეგ არ იქნება, სხვა იქნება. კაი მიდი ლალი, მიდი. სხვა მიქირავა კი. მე ვიქირავე გოგო, ტონეების მაგნატმა. მკვდარი ჩიტი მოვიყვანე ესოდან. ვაიმე, რა მკვდარი ჩიტიო, მარიკო, დაგეტოვებინა იქ, კაცო. საჭმელებს ვაკეთებ აქ მე საახალწლოდ. რა გინდა ინგა ჩიტის ძიერ მოაკლდება ჩვენ სუფრას. რა უნდა უყვე ხა მაგ ჩიტს? უნდა დავმარხო. დესად დავასაფლაო? რა ვიცი ხა მიწა არა მაქვს სახლში და ვაყარე მიდი ის პარკეტი და დაასაფლავე შიგნით. შეხედე მართლა მიდი, გამოდი ხლა აქეთ. ვასო მითხრა რომ ტუალეტის ქაღალდში გაახვიე და ჩამოიყვანე ეზოში დავმარხოთ. აჰა, ეზოში უნდა ჩახვიდე ესე იგი კიდე. მიზეზი მოგეცა რა გინდა. ასად არ ჩახვალ ჯერ საჭმელი უნდა შეჭამო. დადეეკ ჩიტი მანდ. ვახ, ნიტერით გარდაიცვალა ეს ჩიტი. საბრაუდოდ გულით, გალურჯებულია სახეზე. ძალიან გაიგე ახლა შენ რა გულით მოგდა თუ სიბერით ეგ. დაგატირებს ომარიკო. ჩიტი რომ მოგდა. მე როგორ ნერვებს მიშლის ახლა. წადა შენ ოთახში იტირე. მე დაასაფლავე ეგ საღამოს. ჩავდივარ მე ეზოში უნდა დავასაფლაოთ, ვაცოც მომეხმარება. სად არის ჩიტი აქ როიდო? მე რა ვიცი ომარიკო, სადაც დაასვენებ, ცხედარი მანდ იქნება. მოძებნე კაცო. რა საჭუჭუმად ხარ ბიბუ?
მოიცადით. ეხლა რის ჩახოხბილი ვჭამეთ ჩვენ. აუ, ჩემი ჩიტი ჩახოხბა. დი, შენ და ხორცის გემო აქვს. ვაიმე, არ შეჭამოთ ეგ რა. კონიაკის მაგივრად შემწვარი კატლეტის ეთით დავნამე ეგ ტორტი. რაკინი? აუ, იმინე საოცრება იქნება. იმედია ტოლმაში ქათმის სალატ არ შეახვიე. ინგერ ტორტი აღარ გამოაქვს, თორე სოფელში გავუბრუნდები დღესვე. საღდე საჭმელს გემოქონდა. ინგა მადარცა 24 საათიანი მომსახურება, 29 და 30 დეკემბერს. შეგვიძლია მაგათად მივიდეთ ფილიალში და ვიყიდოთ. ამაზე გემრიელს მეც რა შეჭამ. ხო, ოღონდ უთხარი რომ ხორცის გემოიანი ტორტი არ მოგცენ. აი მე ერთხელაც ხარ მეცა და ჩემით გამოცხობა, ჰა. აღარ დავნამავ კატლეტის ეთით და ეგ იქნება. არ გამოაცხო თუ ოდნავ მაინც გიყვარ შენი ოჯახი და ზოგადად ადამიანის ორგანიზმი. დი, არ გამოაცხო, თორე ტუალეტში ისე ვერაფერს ვიზავ ხოლმე. მოდი ერთხელაც ვცდი რა და თუ არ გამოვიდა მე ვიყიდოთ მადარტი. ინგა რა შვებია? რატო აღარ ეცხოვ რა მოხდა? არაფერი. კაი, თქვი მიდი. გამოვაცხე, მაგრამ ბოლოს დოგვი დავკრე ტორტი. სახალხო საკითხებზე მოვედით, როგორ მიყვარს? დაიცადეთ ეხლა სიამაყ და გადავნაწილდეთ. და რები მიუწერია ყურეთ მზიაბებოს. გარციცა, სასისკი, მეიონეზი. აუ, ეს სახალხო სალფეტკები ვიყიდოთ რა, შაშანაც არ იყიდე. რატო არ ვიყიდე მე ეგეც თქვი? შეხედე აგერ უბრალოდ სალფეტკი ლარი და 40 იღებს და კიდე 670. დიდი ამბავი ახლა ირმებიანი სალფეტკი თუ არ მოიწმინდე პირი რა. წავალ მეკით ვიყიდი კამფეტებს. ომარიკო გამომყევი ბედნიერებისკენ. აუ, ეს ლურჯი კამფეტები აღარ ვიყიდოთ რა. შაშა რო გული გვერეოდა ყველას, მაგრამ მაინც რო ჭამდით. დედას რო უნდა გადაყრა ფული მაგ გადახტილიო. იქ კამფეტი იყიდა თვებიანი და კიდე შეხედე ორი კალი არაჟინის გამოჩხუბობს. ვახშინე. არაშანი ჩაარტყა თავში. სუგა გიჟდა ეს ხალხი. სო, დედა მარტო სამი შეყრა კამფეტები აიღეთო, წამოსალაროსკენ. ინგა აქეთ მოდი. რა გიჭირობს ეს ხელში? არაჟანია. ერთი ცალი იყო დარჩენილი და რა იყო, რა გაოცებული იყურები, ვერ გავიგე არაჟანი არ გინახია? აუ, დე, ნახე, რამდენი ხალხია სალაროსთან. გავაკეთო უკვე რაც მასწავლე. ხო, მიდი დაიწყო კვებით რომ გული წაგივიდა და ეციაკ და ეს ხალხი რო გამოცვიდება სალაროდან, მე შევარდები უცბად წინ და გავატარებ პროდუქტებს რომ ალე წავიდეთ რა. ხმე თური იბიხდება. აი მე ბავშვს გული წაუვიდა. დედა საწყალი დაეხმარეთ რა. ბიბო საშოპინგოთ მოგიყვანი, მაგარი ფოტოსები უნდა გიყიდო. მიდი ახლა შენ და ვიშოპინგოთ. შოპინგი. შოპინგის სასწაულზე რა წამომიყვანე თან. ხო ზუსტად მაგის გამოქვია შოპინგი. გამარჯობა, ბიბო ჩემი უნდა გამოუბრანჭოთ. ვათხოვებთ. ვაიმე, გილოცავთ ქალბატონო სიყვარულს ასაკი მართლაც რომ არ აქვს. ფეხების დასიებას აქ ასაკი სამაგიეროთ. დამაჯინე ერთი მაქს კამზე. რა შეგიძლიათ შემოგთავაზოთ ბებიასთვის? ვახ, გოლდენგუსები. ვაიმე, კი გოლდენგუსები ძალიან ბევრ ფერში, აი დაათვალიერეთ მანდ. აუ, კი ძალიან მაგარია. თან ახლა ფასაკლები გვაქვს რო კოლექციაზე. მიდი ახლა მიყიდე ფოტოსები რომ გაიგიჟეთ თავი. 99 ლარიანი მოდელებია აგერ. ჩემი შვილი ეს რესტორანში მუშაობს თავის შემოსავალი აქვს. გაიგიჟეთ თავი რომ ბებო პატივი ნახცე სახაზოს და წავმიყვან აგერ თქვენთან სპიკერაპში. სნიკერ ჰაბი ქვია ქალბატონო ჩვენს მაღაზიას. რა თქვენ შენობა მოგეგა? სნიკერ კარგი არაფერი. აი არჩიეთ 99 ლარიანი მოდელებიც მანდებს. აუ ყველაფერი მომწონს. ეხლა ჩემმა მეგობარმა თეკლებურგეინძემ განოდებით შეიძინეთ შექმები. აქ რო გული წავიდა მაშინ ხო გახსოვთ? მაგ გუგუმ. ინგა, გამოვიქცევი ახლა აქედან. 1 საათია მაღაზიაში ვარ და ფეხსაცმელი ვერ არჩია. დაურეკე რომ წამოვიდეს. ხანძარი გაჩნდა ვარ ვიცი რამე მოიფიქრე. ანასტასია მე მგონი ვიპოვე საჩემო ფეხსაცმელი. შეხეთ როგორ მიხდება. ვაიმე. ეგ ფეხსაცმელი ჩემია ქალბატონო. მთელი ღამე გავათინე წუხელის. ვინც ეს ქალაქის ჩაბარება მოიგონა მართვის მოწმობაზე. უნდა გაიხსნას ქალაქის ჯავშნები და ველოდები. მოსასწრებია. რა ღამე გაათენე გოგო? აკიჯექი მთელი ღამე მართლა გათხოვებას გამორთული იყო. დედა რას უკავს თვალები? ხო და თან შემამცივნა. ბოლო 1 საათში 3 ჯერ ვიყავი უკვე ტუალეტში.
აუ რამე წამალი დამალევინე რა. ეგ თიკო იქნება, გიხოცები გავუყეკარებ, თორე მე რო ავდგე ისევ ტუალეტში მომინდება. ინგა და გამარჯობა. ანასტასია ძალიან მაგარი ამბავი მოგიტანე. ხო არ დაგიჯავშნე ჯერ ქალაქი. ხო და ამ საიტზე დარეგისტრირდი მიდი. მაჩვენე გაიხსნა წერტილი G. ვა, რა საკაიფოა. 4 ლარი ღირსთან ერთი თვე. ხო და ეგრევე გაგაგებინებს ქალაქის ჯავშნები გაიხსნება თუ არა და მოასწრებ. დედანეტა აქამდე გეთქვა შვილო ეგ საიტი, ღამე გაუთენებია წუხელის. აჰა ეს წამალი დალი ანასტასია და ესეც მიაყოლე. აუ რა ბანძი ხარ გოგო, ღამე ისედაც არ იხსნება ეგ ჯავშნები და რამე გათენებინა. აუ რა ვისუ გამოვშტერდი. ეგა რეგისტრაციაც გავლიდია. ეხლა შემიძლია რომ 7-ად დაველოდო. თიკო ყავას ხო დალევ. აუ კი. მიდი დაადგი, მე ტუალეტში შევალ უცბად. და როგორ გაათენა, როგორ ბრაზდები რა. ხო, თან გაციებულა, მაგრამ კაია გაციების წამალი რომ მიეცი თუ უშველის მალე ეგ. რა გაციების ძილის წამალი მივეცი კაცო იქნება დაიძინოს. ვაი, მე ქალაქის ჯავშნები გაიხსნაო. ანასტასია! გესმის? ანასტასია, გაიხსნა გოგო ჯავშნები, გამოდი.